Ძვირფასო მეგობრებო, მივესალმოთ ჩვენი გაცემის სტუმარი კახა გოგიძე. გადაცემის წარმოდგენია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. კახა, ძალიან დიდი მადლობა. დაგვიძველდა. ხო, მოხვედი ჩემთან დაგვიძველდა ხო იცი სტუმრობა და ამბები. კი ბატონო. ხო, ხან არის ისე ხანესია ცხოვრება, მაგრამ ახლა განსაკუთრებით საინტერესო არის ხოლმე ეს შენი ჩვენს გადაცემაში სტუმრობა, იმიტომ რომ ისეთ უბედურ დღეში არის ჩვენი ქვეყანა. ნუ ემატება თან ეს უბედურებები რა, ხო და ამიტომ შენი ანალიზი და შენი ესეთი თავისი ემოციებით ანუ რას ხო დართული. აი ხო არის რაღაცა ადრე იყო ხოლმე რაღაცა ეს ტოჩკებს ვეძახდით ხო რაღაცა აქ ეს კაი ტოჩკა ხინკალი კეთება ეს არ გააფუჭა საქართველოში წესია რა ეს ტოჩკა არ ფუჭდება აი იღე აქ უბედურება იღება კარ იზდება და ტოჩკარი აქ ყველაფერი სუ არის ამბავი აი რა გინდა სულო და გულო არის ხო მაგამ ბავში თან არის იცი აი ეს ხო და ეს უსამართლობის სერიები ხო და ეგეც იღება რა და თან იმდენად უკვე ისეთია ანუ რომ აი ჟარგონს ვიტყვი რომ აი ეს უსამართლობას რომ გატრუხდა მივხვდი ანუ ეხლა არის ყველაზე კარგი მეთოდი მოიფიქრეს რომ ადამიანებს აჯარიმებენ მანქანები საჯარიმო ისინი მისდით ჯარიმები რაღაცა საავტომობილო ჯარიმები იმ ადამიანებს რომლებსაც ავტომობილი საერთოდ არ ყავთ არც ყოლიან მალე კი არიციან მალე მივალთ იქამდე რომ აკლემი დააბიო ოპერის წინ და იმან კუკი იქნა იქ და დააჯარიმებენ მირი და ამტკიცე რა ხო რო დააბი კი არა ქნა შენ იმას კი არ გააპროტესტებ რომ არ დაგიბავს არ უქნია ითქვი იმიტომ ხო გეუბნები აი მიგვაჩვიეს უსამართლობას რა ეს აი ნორმაში ჩა გელი და კრავი ჩვენი დაწერილია ქართულია ეგ იქ ესე თავდება ხო რა დიდკაცთა პატარა კაცსა როდის გასულია მართალის რეჟიმში ვართ სულ ხედან და თან ამეებს იგონებენ რომ ჩვეულებრივ რაღაცა მოდი ახლა ეს ადამიანი ახლა კახას რა მოუფიქრებს მიხდი მე ალბათ მე ხო ბრეჟნევის პერიოდის ბოუში ვარ რა ბრეჟნევის დროსა იქ ვიყავით ეს აი ყოველდღე გვეშინოდა რომ ამერიკა მე ხაიცი რა ბომბი მოიგონა ესე იზავს საქართველოს აი ეს ამოატრიალებს დააგდებ გვეჯერა ხო ერთხელ არ დამავიწყდება ჭორი თან მე ჭორებს აგდებდნენ ხოლმე რა ეგეც ადრე ჭორი გააგდეს ბიჭო მახსოვს აღდგომასო ვინც წავა კომუნისტების დროს აღდგომას ეკლესიაში ვინც წავა პირველი შვილი მოუკვდებაო მართლა მახსოვს ეს ჭორი მაგრამ ერთხელ გააგდეს კიდე ჭორი რომ 1 მაისო თოვლი მოვავდა 9 მაისო კარტერიო დაგვიშენს ბომბებსო ანუ კარტერი იყო მაშინ ამერიკის პრეზიდენტი და ადრე იყო პარადები ახლა გინდა არ გინდა უნდა გასულიყავი პარადზე მორჩა რა და რაღაცა დგავარ ბავშვი ვარ პატარა მოკლე შარვალი მაცვია ოქტომბრელი ვარ ბიჭო და 1 მაისის პარადზე და ხელში ჯოხი მიჭირავს ზედ ფერადი ქაღალდის ყვავილები აქ უნდა ვიქნიო და თოვლი არ წამოვიდა ბიჭო 1 მაისს კი და 9-ში უნდა გენახავი ისად აი დედა ისად გარბოდა მამა ჩემი რაღაცა კაცო ამ იმას სარდობს სქელი კედლები აქვს ხოლია რა სერიოზო ხა პირველში თოვლი მოვიდა 9 მაისს ომი დაიწყებაო და მოვიდა ანუ 9 მაისს ომი არ დაიწყო დაგაჯერეს ხო და ნუ დღესაც ესეა რა ხა deep state ხალხი ხო ესე იჯერებს ახლა მაგალითად ბოლო რა არის ხა ბოლო ამბავი რა აი უვიზო მიმოსვლას ანუ ჩვენ არ გავცვლით პატრიოტიზმს უვიზო მიმოსვლაში. ანუ უკვე დაალაგეს პროპაგანდა რა, ანუ დაალაგდა ხო ესე იგი? მე თუ უვიზო მიმოსვლა მინდა, ესე იგი პატრიოტი არა. ესე იგი პატრიოტი კაცი არა ხარ შენ და ბიჭო ძალიან ცუდი ეს გებელსის მეთოდი იყო რა, რაც უფრო ამაზრზენია ჭორი მით უფრო დიდი ხალისით და ენთუზიაზმით იჯერებს ხალხიო და ძალიან არ მინდა მაგრამ ჩვენთან ეს ფორმულა მუშაობს. სადაც ახლა კაცები რძეს გამოვიმუშავეთ ეგ დაიჯერა ხალხმა. დღეს ესე გამოვედი რაღაცაც. აი მაგალითად ხო რეაქციას ხო ხა კოცების რეაქციები ხო აი მაგალითად
მარგარიტა სიმონიანის წინაკვირის განცხადება ერეკლე მეფე რომ მუხლებზე დაქჩოქილი რო ეახლა იმას და ამაზე რომ საერთოდ ჩამიჩუმი არის არა რას ლაპარაკობ რაღაცა ლევან ბერძენიშვილი რაღაცა რო თქვა და ერეკლე პაპა როგორ ბიჭო მეცი რა აი გულზე რო იბრახუნეს ხელები და უცებ რაღაცა ისეთი აი ამ წანისის ომის დროს ნეტასად იქნებოდნენ ესენი მე მგონი დაასწრებდნენ მეზარბაზნეები არ აყავს ყვირილით რა და ერთი ის არის რა ანეკდოტი ესეთი რა იქ დაზვერვაზე გააგზავნიან სამამულო ომის დროს სტიპს რა და გააგზავნიან და არა იქით არ წავიდეთო მოვა სულ შემოგლეჯილი აქვს ტანსაცმელი არა იქით არ წავიდეთო რა როგორ ფეხოსანი არმია არა გაუშვათო ტანკებით არა ტანკიც არ გაუშვათო აბა თვითფრინ არა დაივიწყეთ ის ხარო ბიჭო რა ნახე ეგეთიო და აი ძაღლებიო აბა ძაღლების ეშინია და ესე არიან ესენი ბიჭო რუსეთი არა და იცი ვის ეჭიმებიან ქვეყანას რომელმაც მეორე ქვეყანას ორი ატომური ბომბი გლიჯა კვირაში ერთ კვირაში იმას ეჭიმებიან თო დაასრულა ის ორი ქალაქი და ის ქვეყანა დაიქვემდებარა და იმას ეჭიმებიან იმიტომ რომ ამის ძალიან ეშინიათ რა გაიგე შენ იმიტომ რომ ის არ არის მსროლელი ესენი მსროლელებია ესე რა აი ძაღლების ამბავია რა აი ძაღლები ყავთ ხო ანუ ხო ზუსტად მაგოთ აი შეხვდები რომ ეს ხო რუსეთიდან წამოსული პროპაგანდა ანუ რუსებმა ხო აი რა ადგილებში გვირტყამენ რუსები აი ცოდების სიყვარული გაგვიაქტიურეს აი რა ადგილებში იციან რუსები ხო ყველაზე კარგად გვიცნობენ სად უნდა იმუშაონ რა ადგილებში უნდა იმუშაონ შეაქე ქართველი რაღაცა ფული აყარე ხო წამალი ნარკოხა ქართველი ყველაზე არ მინდა ეხლა საწყენ ყველაზე არ მაგრამ აი ისინი გაუაქტიურეს რა ჩვენ ქვეყანას რომ აი ეხლა მოდის აგერ და ყველას ფულს მოგცემს ყველას ჯერ როგორ დაიჯერო რომ მოვა და აჰა შენ ფული ძმაო რამდენი პაჭკა გინდა აჰა დიპლომა აი ეს როგორ დაიჯერა ხალხმა მაგრამ დაიჯერა რა იმიტომ რომ ხო იცი აი ცოდვა ისეთი ტკბილი რაღაცა რომ სუგონია რომ ნუ აი მიდი რა და ეგონათ რომ ფულს ვერა ადამიანი რომელიც რუსეთში გამდიდრებული მილიარდელია და ჩვენ ხო ვიცით რომ რუსეთში ყველა მილიარდი ეკუთვნის პუტინს რასაკვირველია რატომ გადაჩათვალა აი ამ ხალხმა აი ამ თუნდაც თქვენმა საზოგადოებამ პოლიტიკურმა სპექტრმა რომელიც მის გუნდში იყო რომ რატო ჩათვალეს რომ ეს ადამიანი იყო პროდასავლელი თავი მოიტყუეს. ხო, იმიტომ რომ ეხლა ის პოლიტიკური სპექტრი ყველა ოპოზიციაშია. ოპოზიცია მითხარი რა. ოპოზიცია თქვი უბრალოდ ოპოზიცია. თქვი. სიტყვა ოპოზიცია. აი და მოდი კარგ რაღაცაზე. კარგ რაღაცაზე ვიდაბარ. აი ხო, კაი რაღაც, ნუ კაი ეს არ არის, მაგრამ მაინც ამ თემასაც უნდა შევეხო. რადგან ეს კულტურის სფეროში ხო ესეთი წნეხი მე მგონი რავია ხა წინა ხელისუფლებასაც ქონდა რაღაც პატარ-პატარა ამბები კი როგორა ჩვენიანება და იმათიანება ყოველთვის იყო და მაგრამ ესეთი რეპრესია არ ყოფილა 37 წელის განსხვავდება იმით რომ ჯერ არ გხრეტენ ხო ციხეში იჭერენ და რასაკვირველია ნათელი მაგალითი ხო მინიმუმ 2 მსახიობი არის ციხეში ხო იგივე დოის ამბავი და იგივე აი ხა დოის ამბავი რო განვიხილოთ რა ეხა დოი ხო იმ ადამიანს მოახსნევინეს ვინც მისი მეგობარი იყო ხო როგორც ამბობენ აი ეს მეთოდი რა არის ხო ანუ სპეციალურად ხო არ ნიშნავენ ეგეთ ადამიანებს სტალინი ხო რომ ანუ შენივე ახლობელი ანუ რეალურად ეხა ნიკა მემანიშვილიც ხო რაღაცა რიგში ჩააყენეს ხო ამ დოიმ თქვა და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები რომ ერთი სიკნილს გაათავებდა მაგადაწყვეტილება სანამ მიიღებდა მაგრამ თავზევით ზალა არ არის უბრალოდ თავზევით ის ზალა ვისაც უნდა დაექვემდება რომ ყველა ვინც მათთან მუშაობს ეს არის სტალინის მეთოდი ბეისვა იხშტობი ჩუჟი ბაიალის ნუ შენიანებს დასხე რომ დანარჩენებს ეშინოდეს და ნუ ეს გრძელდება რა ჩვეულებრივად მე ხომ გეუბნები კონკრეტულად დირექტივები მოდის კრემლიდან ახლა ნუ გგონიათ რომ ისეთი ჭკუა აქვს ამადოს ხა სქემებზე რა სქემებზე თუ პახმელიაზე არიან ეგ კომისიაზე პახმელიაზეს ხედა ხო 1-2 სასაცილო ადამიანი რა ის სქემის მომფიქრებლები არიან შემსრულებლები არიან მეტი არაფერი რა დოი რომ საზღვარგარეთ იყოს ხო ნუ აი თუნდაც აგერ სომხეთში რომ იყოს რა ხო გეუბნებით რა ჯერ დოიანს გადაუკეთებდნენ ეგრე
ხო და ნუ აი მუზეუმები და სახლი და კარი და ყველაფერს მისცემდნენ. მე რა გინდა ხა კაი არ შევედრები არავის, მაგრამ მე ხო გეუნები რა. წეღავ ნახე ეხლაც ერთ-ერთ ქვეყანას ჩემი დადგმული სპექტაკლის ფოტოებს აზიარებენ რაღაც. აქ ხარ არავინ, გაიგეთ. ის კი არ მინდა რომ ვიღაცამ გაღიაროს, ბიჭო, ნუ მაგინებ კომენტარში გადაცემას, ნუ მიძღვნი რომ გამაშაო, ნუ მაბრალე. კაი, ესე იგი ფაქტურად ჩვენ ახლა რასაც უყურებთ, ხო, ჩვენ დინამიკა, ჩვენი ქვეყნის განვითარების დინამიკა. უვიზო მიმოსვლა გაჩერება, ნუ ეხლა ჩვენ ეს ფრაზას ლაპარაკობთ, ეს ფრაზა, მაგრამ ეხლა რამდენი პრობლემა იქნება, ხო? ემიგრანტი ვეღარ ჩამოდის თავის შვილების სანახავად. შვილები ვეღარ მიდიან იმათ სანახავად. სამკურნალოდ რო ვერ სასწავლებლად ვერ მიდის, სამკურნალოდ ხალხი ვეღარ მიდის. იქიდან ხო მალე ვეღარ გამოუგზავნია. იაფიფრენები რო არის და დაშხუილობენ ქუთაისიდან. ნუ ისიც უნდა იმასაც უნდა შეველიოთ, ხო? რასაკვირველი. რეალურად, ანუ ტემპი სulis განვითარების. თან ისეთ ქვეყნებს ხვდებით, როგორიც არის ბურუნდი, ბოცვანა, თურქმენეთი და რაღაც ეგეთ უყეს. ანუ 90-იანებისკენ, ანუ ფაქტიურად ბრუნდებით ერთადერთი შეიძლება იყოს, რომ გზები იყოს დაგებული ქვეყანაში. პერსპექტივაში კიდევ ეტყვი რა. დარწმუნებული იყავით, რომ ინტერნეტი ძალიან გაიჭედება. იქამდე მივარო შეიძლება Skype-ითაც ვეღარ ნახო მე ვერ შვილები. იქნება ესეთია დიქტატურის გენეზი და ბუნება. ესეთია. მე მაგიტო ვიძახი კაც. 90-იანებში რომ დამაბრუნო, მე არ გამიკვირდება და არ მეტკინება და არ მეწყინება, იმიტომ რომ ისეთები გავიარეთ, არ ვიცი 8 ტონა ხახვი მაქვს ვედროებით დატვირთული. ეგ როგორ ყა? აი ეგრე მოვიდა ერთი და 8 ტონა ხახვი მაქვს და უნდა გადავტვირთო და რამდენად დაცლევ, ძალიან გვიჭირდა რა, ყველა ძალიან უჭირდა რა, განსაკუთრებით რეგიონებს და 80 კუპონათთან წინა დღეს შემოვიდა კუპონი, გაიგე და 80 კუპონად მე და ჩემი ძმაკაცი ვედროებით ბიჭო. ხო დავტვირთე და 80 კუპონი და გავიყეთ ზმურად 40 მან წაიღო 40 მე წავიღე და მეორე დღეს ეს 80 გახდა 8 თეთრი. ჯერსუ ჩიპოლინოს დედავიგინი ამ ხახვის გამო ბიჭო. მე ერთი წელი არ ვჭამე, იმიტომ რომ იმდენი ვისუნთქე რომ ტანში მქონდა, უბრალოდ ზეთში თით ჩავდებდი და უკვე მოვსო დამთავრდა ეს ხახვიანი იყო. ორი წელი არ ვჭამე ხახვი და მეორე წელი უკვე პროტესტის გამო, იმიტომ რომ ნუ ეს რა დღეში ჩავარდი. მაგიტო ვიძახი ბიჭო, ჩვენ გაუძლეთ, უარესები გვაქვს გაკეთებული, ნანახი უბრალოდ. ახალგაზრდები მეწოდებიან. ხო, არა, ბოლო შეშაზე და გაზეთებზე ვწავდით საჭმელს და ამას გავიხსენებ და მორჩა რა. 90-იანებია და ყველაფერი ერთად გამოირთო, სულ ყველაფერი ერთად გამოირთო, გაზი, ელექტროენერგია, ბენზინი გათავდა. ხო. დამთავრდა, ანალგინი გათავდა. ყველაფერი გათავდა, ბინტი, მარლა, ყალტი ხაღა. ხო. ბიჭო, ვართ ესე და სტუმრად მივედი ერთ ჩემ მეგობართან რა და რა გაჭამოთო? მაქვს მარტო კარტოფილიო, მაგრამ ზეთიც რაღაცა, მაგრამ რაზე შევწვა? არაფერი არ მაქვს და მამისმა მე ვიცი რაზეც უნდა შევწვათო. ხო. მოდიო, აიღო ეს ტაფა, დავთვალეთ, ჩავყარეთ, მე ცნობილი მე კარტო ახალციხეში აბა რა, კარტოფილი ჩვენია. დავთვალე რაღაც, დავყარე ამ ტაფაზე და დაასხა და დაიჭირეო, მე მითხრა ტაფა დავიჭირე. თავიშვილს უთხრა, გამოიტანე გაზეთებიო, გამოიტანა და ეს ჩემი ძმაკაცი გაზეთებს უნთებს, მე ტაფა მიჭირავს, ეს ძმაკაცის მამა ურევს. მოკლედ შევწვით, ზეგისთვის შევწვით, ამან დაამოღამერე დიდი ისინი გააკეთა ეს გაზეთები და ნელ-ნელა უწვავდა რა ამ ცეცხლს. ცეცხლს დაუწი არ მიიწვას და პარს დაუწევ. შევჭამეთ. ნუ რა შევჭამეთ, ახლა მაგას უცებ მიხვდებით, რა შევჭამეთ. რო დავამთავრეთ ყველაფერი, ხვალო კიდე შევწვათო, ოღონდ სოფლის ცხოვრებაზე, ეგეთი გაზეთი იყო სოფლის. რატო მევთხარ და კომუნისტო ცუდგებოა. გაზეთს. რომ პავლი ხოჩაძე აი წალამზე რატო წავე რომ წალამის. აი გაზეთები გვაქვს ნაჭამი, არ ვიცი და ღვინოც რა იყო, რა იყიდება. ღვინოს, აი, კაი აღარ ვიტყვი რომელ რეგიონში იღებოდა ეგ ღვინო.
დაბადების დღე იყო თუ რაღაცა იყო, აღარ მახსოვს რა და იქიდან ჩამოტანილი, ღვინოც გაქრა. არ იყო ღვინოც. რაღაცა კონიაკი შემოდიოდა, ბიჭო, თეთრთავიანი სვავდი და არაფერი ფხიზელი მიდიოდა, ღამე იღვიძებდი. ზე გათრობდა თო, აი პ***ას ვეძახდით, აი ეგ თვალე. გუშინ წინ დავლე და დღეს რატო არ ესეთი გადავარდნილი და და რომ მივედი რომ მეთქი ღვინო მინდა მეთქი რაღაცა არის და გაგატანო ფხნილსო რა ფხნილს გამატან შეჭე აბა თან იცი რა ეხლა რომ სამართლებაზე რო არ გვიკვირს იმანაც რა სუფთაწვენი მოვდა ჯებისას აი ესე დამცინეს თო რა სუფთაწე კაი აბა სხვას ვერ იშოვიდი და ვერც ვიშე ესო შენო ოღონდ როდის გაქო დაბადების დღეო თუ რაღაც ბანკეტი მეთქი ხვალ დღეს არ გააკეთო ხვალო დადე 20 ლიტრიანიო ჩაყარეო მოურია და 1 საათში იქეიფეო ზე გაღარდალიო თუ დაგჭარა აი მეთქი არის რა იყო ეგ აი რა ვიცი თო ჩაყარე მოურია აი მე რა ღვინო იყო იცი შენ დამწურ შემოვლე რაღაც ეგეთი ღვინო ანინიც რომ იყვება რა და ნუ ბოლოს დარჩა კარგად ვიგებ დავთოვეთ რაღაცა ბოლოს დარჩა ბოცა შემდნენ ხო სუზუ ხო ვერ დავლედი დილით გამოვედი ბიჭო ეს კაცითელის ფერზე რა ქარო არის წვანე ჭაობი ბაყაყები ცხოვრობენ უკეშიგნი გემოზე გავშინდა წყალი ჩვეულებრივი წყალი ანუ მეორე დალიო მაგიტომ მითხრა ამ დღეს რო გააკეთებ ხვალ წყალი იქნება ანუ ღვინო იმ დღეს უნდა გაგიგე ეგეც კი ნანახება ეგე ანუ ღვინის იუპი იყო რა ხო იუპი იყო ღვინის ოღონდ მეორე დღეს ტრუხდებოდა და ეხლა როა ტეკილა და რა კონიაკი და აღარ იქნება არც ახალგაზრდებმა რო იცოდნენ ხო ეხლა რაღაც შენი ამბები ჩამოვარდა და შენ ყველაფერში აქ დაბლოკილი ხარ უზბეკეთში ყვავი ხო იცი რა ბიჭო აი მოგიყვები მაგითო წერან ხო თქვი რომ იქ აი დოის არ იყოს მეთქი რა იქ იციან ვინც ხარ რაც ხარ აი საზღვარგარეთ გადის ქართველი დაამთავრა და ყველაფერი ხარ ხო აქ ხარ არავინ თორე იქი მორიგი რაღაცა მიწევა იქიდან გამომიგზავნეს რომ აი კულტურის მინისტრის მოწევა რომ ფესტივალი პირველად უზბეკეთში რატო არ იყო სხვათა შორის არ ვიცი მიგვეს თეატრალური ფესტივალი და თქვენ ხართ ჟიური ექსპერტი რაღაცა და ნუ მოკლედ რა და ეხლა სულ რაღაცა ისე ვიცავდი ხოლმე ყოველთვის ეხლა ისე ვიცავ რა ცოტა მოწესრიგებულად და რატომ მაინც იმ დღეს გადავწყვიტე რომ ჩავიცი რაღაც სპორტული გამოგლეჯი რაღაცა ბამბაზის ხალათით რაღაცა ავდივარ თვითფრინავში და რომ უთხარი მეთქი სად არის მეთქი და სტიუარდესა მეუბნება რომ აქვე ანუ ბიზნეს კლასი აღმოჩნდა რაღაცა რას მე ვესწარი მიწა ნათოქნიკაცია ბიზნეს კლასი რაღაცა ხო კაი სპორტულებით მოკლედ წავედით რა ჩავფრინდი და რომ ჩავდივარ ამ ტრაპზე და ვიღაცა შავ კოსტუმში ძალიან ოფიციალური პირი მელოდება უკაცრავად თუ კახა გოგიძე ხო აქეთ მომბზანდით მეთქი დამიჭირეს ამ შობეზე რა დაგიშავეთ რა დამიჭირეს მაიბახი დგას ჩემთვის მაიბახი მეთქი რატო არ ჩავიცვი მაიბახურად მაგრამ რა ვიცოდი ბიჭო მიმიყვანეს სასტუმროში ახალი გახსნილი სასტუმროა სულ ცხოვრობთ რამდენიმე ადამიანი მე ვენესუელის პრეზიდენტი ზევით და დანარჩენი ჟიურის წევრები ვინც არიან ის ჩემი მეგობრები ვისთან ერთადაც მე დავდივარ ხოლმე ერთი ფრანგი ერთი პოლონელი თურქი ყაზახი მოკლედ რა და ავედით დავსახლდით რაღაც ჩემი მეგობრები ვნახე ფრანგი რეჟისორი და რატო გუსავ ფრანგ რეჟისორს ხას ხო და ეს პოლონელი რეჟისორი და 2 დღეა დავდივართ უკვე როგორ აი მიჩვევა იცის ხო კეთილდღეობამ რა უკვე რომ აი კარზა აი რომ გაჩერდება ელოდები რომ კარი გაგიღონ აბა რომ შენ თუ გააყედა სახე რატო არ გამიღეთ კარი აი ესე გაფუჭებს რა ხრწნის მოკლედ ვარ გამაბაში და ნახე კიდე 3 სპექტაკლი კეთილდღეობა ხო აი აბსოლუტურად რა ჩემი ძმაკაცი მიერეკავს ეს ფრანგი რეჟისორი მესამე დღეს უკვე რა დილას რომ ეს რა გვაკადრეს კახავ ეს რა გვაკადრეს მაიბახები აღარ გვეყოლებაო ეხა პაზიკში ვარ გაზდილითო გასულიც ერთხელ გასულიც სპექტაკლები ვიყავდე დავიკარგე ნუთაკაში გახვეული ბავშვი პატარა დამატარებდა დედა ჩემი და დავიკარგე
ავტობუსში და ბოლოს რო ნახეს კიბის აი ესე რო იკეტებოდა ავტობუსები გახსოვს? იმის კიბის ქვეშ ვიყავი შეგორებული და მეძინა ჩემთვის. მან გაზრდილი ხლა მაიბახი აღარ აყვას ერთი დედას ხო არ ვეტყოდი რა. მაგრამ მე ხო ევროპელი უნდა ვიყო და ვითომ ფუფუნებაში გაზრდილი აია როგორ მაკადრეს მაგათი დედა. მაიბახი თუ არ იქნება ჩემი ფეხი არ იქნება ჟიურის. ვიტო მარშრუტკაო. მერსედეს ვიტოები რო მინიმუმ შემოვიცხადე რა და ვიტო მარშრუტკაში მოგვათავსეს. კაი ჯანდაბას მე ვთხარი კრისტოფ დაწყნარდი ძმაო არა უშავს. სამაგიეროდ გასახსენებელი გექნება შენ თორე მე იმდენი მაქვს ეგეთ. ჩამოვედით შედიან ამ ჟიურის წევრები ამ ვიტოში და მე რომ უნდა მივიდე და თქვენ არაო. ერთი უზბეკი ადამიანი. რატო მე ვთხარი? თქვენ აქეთ და შენი მაიბახი მოაგელე. როგორ ჩავჭეკ იცი? აი ესე ხოდა. ვაი თქვენს პატრონს ხიფუ თქვენ დაბიოებო თქვენ და ერთ ჩემი ფრანგი ძმაკაცი შედის ამ ვიტოში და იცი როგორი თვალებით მიყურებს? სახში წამიყვანე ძია ერთი ლექსია ეგეთი რა მამლუქები. 2 დღე ვაწამე. ხო. ესენი ვიტოში, მე მაიბახში. ვიტო მაიბახი, ვიტო და ფრანგი მოვიდა და რატო? კახაო მეუნება. მე რატო არ მეძახიო ჩემთანო, შენთანო, მეო, შენი ძმაკაცი არა ვარო? დაეგდე მე ვთხარი, შეუპატრონო შენ და დაეგდო. ჯუდა რატო მალოდინეო? 2 დღე. სულხან-საბა რატო ალოდინეთ? თქვენი დედა ალოდინე. ავიღე აბაროტი დედას გეფიცები. რა სულხან-საბა ეს გიჟია? ვის სულხან-საბა? ეგრე თქვენი ლუდოვიკოს დედა ვატირე. შვილებს დავიფიცებ თუ არ მყოლდეს ნათქვამი და გაკეთებული. კაი მოკლედ რა მე და ეს ფრანგი და ოღონდ ფრანგს როგორი მაშევიც რა შეტრეში დამელოდე ხა და მე ჩავდივარ რაღაცა მაიბახში დაასუფთავეს არამე მოვა მოკლედ ქართველმა გრუზინმა გაიღვიძა ჩემში და დასრულდა ფესტივალი. ხო. მორჩა კონცერტი გალა მალა რაღაცა დაჯილდოება ჰაი ჰუი და გამოვდივარ და მორბის ჩემი გამწარებული პოლონელი რეჟისორი ძმაკაცი ჟიურის წევრი ეს რა გვიყვეს კახა ეს ჩემთან რატომ მორბოდა ყველა არ ვიცი მე რა ის ვიყავი სტალინის დისწული არ ვიცი ეს რა გვიყვეს რა გიქნეს ბიჭო ვიტოს ძღოლმა იცი რა გვაკადრაო რაო და რომელ საათიაო დახედეთო რომ მივედი სასტუმროში წაყვანა გვინდაო ტაშკენტში ტაშკენტი 4 მილიონიანი ქალაქია გაც საქართველოს დიდია. უი 12-ს გადასწავ, წაი თქვენი კამის და წავიდა მე დავასრულე უკეო. ის ვიტო წაღარა. დაღაც ვიტო აღარ აყავთ და. რა გავაკეთოთ? კახა მეუბნება და მე ხა უნდა მოვიფიქრო და უცებ ჩემი მძღოლი იქიდან. მორბის. შენ მაიბაღი ისე ხო? ნუ გეშინიათ მე ვთხარი საქართველო რო არა თქვენი პაზიკა დედა დაეყარენით მოკალეთ აი თავიდან ბოლომდე არ ვიცი ეთყობა ანუ მაინც გადმოყვა ეს გრუზინი ქართველია და რაღაცა და აი ბოლომდე მეორე დღეს სხვა ქალაქში მივდიოდი ხო ისევ ის მაიბახი მოვიდა აღარ ეკუთვნოდა მე მიყვანეს ტაქსთან ჩამს ეს ფლავი მაჭავს გამაცილეს რა აი ესე აქ 5 წელია ხელფასი არა ისა ეგ ვინარი ეგ უნიჭო და ეხა ახალი ის მოიგონეს აღა იქ სახალხო არტისტიკა ხარ ვინჭო ეხლა საერთოდ ახალი მოიგონეს მე ვარ სკეჩების დამდგმელი სკეჩების რეჟისორი ან სკეჩები რატოა ცუდი ვერ გავიგე და ესე გამცირე მე აი სკეჩების რეჟისორი აქ არავინ არა ხარ ხო იქ სახალხო არტისტიკა ანუ შენ აი მსგავსი გადაცემა რო ქონდეს ნებისმიერ ქვეყანაში რაც აქ გაქ აი ვანო 20 მილიონი მასეს ხერა რა გასესხება ხა გაჩუქები იქნებოდი მაგრამ ნუ აქ ესე ვართ რა სამწუხაროდ გინდათ ახალგაზრდებო მოითმინეთ ესეთი წარსული ჩვენ რო ქონდა მაშინ მოითმინეთ და კახა ძალიან მაგარი საღამო გამოგვივიდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხარდო და წარმატებები გისურვო ყველაფერში იმიტომ რომ მართლაც დიდი არტისტი ხარ დიდი რეჟისორი ხარ მაგრამ იცი მაინც არავინ არ ხარ აი გუპრო ის არის რა აი მაინც არა ჩვენ იცით მეც არავინ არა ვარ ჩვენ აქ არავინ არა სუ დოის რო სუ შეუნიჭო რო ეძახეს კარგი შეკაი ადამიანო
ბოლოს კი მაინც ხელსარილი არ მინდა გაგიშვა. აღდგომებმა კი გაიარა, მაგრამ პასკა ხოიცი პასკის ჭამა ყოველთვის შესაძლებელია. სანდომისგან ესეთი კარგი პასკა მინდა გადმოგცე საჩუქრად. არც ხელფასი მაქვს, რა თქვი, რაღაცა არც ისო და საწყალი სანდომარ ხო. ზანგიბრიელი პასკა. არ მეჭმევა, მაგრამ სანდომი დღეს შევჭამდა 11 კილოგრამი თქვენზე იყოს. გაიხარებ. დიდი მადლობა კახი გოგიძე იყო ჩვენი გადაცემის უარი მადლობა. გადაცემის წარმოდგენია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.